ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი, დიპლომატი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. საღამომშვიდობისა, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ქალბატონ ნინო, რატომ აღმოჩნდა ეუთოს ეს დეკლარაცია და რეზოლუციები ასეთი მტკივნეული ქართული ოცნებისთვის? საღამომშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე ვფიქრობ, რომ ეუთოს დეკლარაცია გამონაკლისს არ წარმოადგენს. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თუ გასაჯაროვებული პოზიციები საკმაოდ მტკივნეულია ქართული ოცნებისთვის, განსაკუთრებით მტკივნეულია 2024 წლის არჩევნების შედეგად და შემდეგ, იმიტომ რომ ეს არის ის წყალგამყოფი პერიოდი, რის შემდეგაც ოცნება ვერ ახერხებს საკუთარი საერთაშორისო ლეგიტიმაციის მიღწევას, მიუხედავად აქტიური მცდელობებისა. განსაკუთრებით ეუთოს ფარგლებში მიმდინარე შეფასებები მათთვის, იმიტომ არის მტკივნეული, რომ ერთი მათ ეუთო მიაჩნდათ როგორც რაღაცნაირი ბოლო საერთაშორისო ინსტიტუცია, რომელთანაც ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო რაღაც ტიპის დიალოგის წარმოება, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეუთო არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს და ეუთო არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ამა თუ იმ არჩევნების შედეგებს ხელისუფლებას ლეგიტიმაციის სტატუსს ანიჭებს და იმიტომ რომ საკმაოდ მრავალფრაქციული შემადგენლობაა და იქ არიან ისეთი ქვეყნებიც წარმოდგენილი, რომლებთანაც ოცნების წარმომადგენლები ჯერ კიდევ რაღაც ტიპის დიალოგს ცდილობდნენ რომ ეწარმოებინათ და მეორე იმიტომ რომ ეს არის ის ინსტიტუცია, რომელიც აფასებს უშუალოდ არჩევნებს. არჩევნებს განაოცნება არაყალბებს არჩევნებს ან არჩევნებს რაიმე მნიშვნელობას ანიჭებს შინაარსობრივი თვალსაზრისით, მაგრამ ფორმალურად არჩევნების ჩატარება ავტორიტარული რეჟიმებისთვისაც კი, თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმებისთვის არის მნიშვნელოვანი. იმ სახელმწიფოებში, სადაც ელექტორალური ავტოკრატია თუ ელექტორალური დიქტატურა მყარდება, იქაც კი, მათ შორის პუტინის რუსეთშიც მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონო ნინო, აი ჩვენ ახლა ხო არჩევნებთ დიახ, აი ბოდიშ გიხდით, აი აქ მინდა რომ დაგისვათ შეკითხვა. ეუთო ამბობს, ასამბლეის ეს დოკუმენტი ამბობს, რომ არათუ წარსული არჩევნები, არამედ მომავალი არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად, შინაარსი ეს არის, თუ კი ავტორიტეტული ორგანიზაციები არ დაადასტურებენ, რომ ეს არჩევნები სამართლიანად ჩატარდა. და ასეთი ორგანიზაცია უპირველეს ყოვლისა არის ეუთო ოდირი, რომელიც გვიყვება ამა თუ იმ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შესახებ. დღეს ქართული ოცნება გამოვიდა და თქვა, რომ შესაძლოა საერთოდ აღარ მოიწვიონ ეს ორგანიზაცია არჩევნების დასაკვირვებლად. აი ეს რას ნიშნავს, როდესაც ამ ტიპის პრაქტიკულად გაავლო ხაზი, თუ კი თქვენ არ აღიარებთ ჩვენს არჩევნებს, თუ კი თქვენ გვეუბნებით, რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ რაღაც, რომ არჩევნები სამართლიანად მიიჩნიოთ, ჩვენ ვამბობ, რომ თქვენთან თანამშრომლობა საერთოდ არ გვინდა. აი ეს რა შედეგს გამოიწვევს თქვენი აზრით? სამწუხაროდ აღარ მესმის თქვენი ხმა. იქნებ გავასწოროთ ქალბატონ ნინოს ხმა და იქამდე აი დაბრუნდა. დიახ, დაბრუნდა. ქალბატონ ნინო, როდესაც თქვა ეუთოს დოკუმენტმა, რომ მომავალი არჩევნებიც ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად, აღიარება მას არ ექნება, თუ კი ავტორიტეტული ორგანიზაციები არ დაადასტურებენ, რომ ეს იყო სამართლიანი არჩევნები. და ასეთი ორგანიზაცია არის ეუთო ოდირი უპირველეს ყოვლისა. ამ დროს ქართული ოცნება გამოვიდა და თქვა, რომ საერთოდ აღარ ვითანამშრომლოთ ეუთო ოდირთან. ეს რას ნიშნავს? რა ახალ რეალობას ქმნის? ეს არის რაღაც ტაქტიკური ნაბიჯი, პასუხი ზეპირსიტყვიერი თუ საერთოდ ახალ ეტაპზე გადასვლა ქართული ოცნების მხრიდან? ეხლა ცხადია, რომ ჩვენ ამ ფორმატში მხოლოდ რაღაც ფორმით მარჩელობა შეგვიძლია, მაგრამ მაღალი ალბათობით ეს შესაძლოა ორ რაღაცას ნიშნავდეს. პირველი ის, რომ მათ იმთავითვე აქვთ განცდა, რომ ეუთო იმთავითვე აქვთ განცდა, რომ როგორც არ უნდა მოიწვიონ, რა ტიპის სადამკვირვებლო მისიებიც არ უნდა მოიწვიონ, ისინი ხომ აქ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას არ აპირებენ, ისინი აპირებენ ზუსტად ისეთივე არჩევნების ჩატარებას, რომლის შედეგადაც ისინი როგორც აქამდე შეძლებენ ძალაუფლების მიტაცებას
არადემოკრატიული გზით, ანუ სახალხო წარმომადგენლობის არ ქონით. შესაბამისად, მათ წინასწარ იციან, რომ EUTO ამასობაში არის ის ორგანიზაცია, რომელიც ამ არჩევნებს შეაფასებს ზუსტად ისე, როგორც ის ჩატარდება, იმიტომ რომ იმთავითვე ცხადია, რომ არც დემოკრატიული წინაპირობების საარჩევნო იქნება დაკმაყოფილებული და არც თავად საარჩევნო პროცესი წარიმართება ისე, რომ ამ ორგანიზაციისგან ლეგიტიმაცია მოიპოვონ. მეორე შესაძლო ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ მათ უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ ყველა გზა ჩამოიჭრან და ამ ფორმით ახლა ცდილობენ, რომ EUTO-ს მისამართით რაღაც ტიპის შანტაჟის ენა გამოიყენონ, რომ მაშინ ჩვენ საერთოდ არ მოგიწევთ, მაშინ ჩვენ თქვენს გარეშე ჩავატარებთ არჩევნებს და თქვენ საქართველოს ამ ფორმით მთლიანად დაკარგავთ საერთაშორისო ორბიტიდან, იმიტომ რომ თუ საერთოდ არ იქნება არანაირი საერთაშორისო კომპონენტი წარმოდგენილი სადამკვირვებლო პროცესში, მაშინ ის სახელმწიფო საერთოდ ვერ შეფასდება იმ თუნდაც რაღაც ნაწილობრივ ცივილიზაციური სტრუქტურის ნაწილად, რომელიც საერთაშორისო სახელმწიფოებს, პარტნიორებს ურთიერთობისთვის სჭირდებათ, მათ შორის არადემოკრატიულ სახელმწიფოებსაც. იქნება ეს ჩინეთი თუ იქნება ეს რუსეთი თუ იქნება ეს ცენტრალური აზიის სხვა სახელმწიფოები, რომლებთანაც მათ ეკონომიკური თუ სუბიექტური თანამშრომლობის мотиваცია გააჩნიათ, მათაც სჭირდებათ ლეგიტიმაციის გარკვეული საფუძველი, რომელიც რაღაც ფორმის საერთაშორისო წესრიგში უნდა ეწერებოდეს. რაზე შეიძლება ამყარებდეს ივანიშვილი იმედს? აი ასეთი ტიპის კონფრონტაციისა და იზოლაციის პირობებში რაზე შეიძლება ის ამყარებდეს იმედებს? აი თქვენ თავადაც ამბობთ, რომ გარკვეული ლეგიტიმაცია გარედან საჭიროა რაღაც დოზით მაინც და როდესაც ახსენეთ რუსეთი იქაც კი ხო აი იწვევდნენ ასე ვთქვათ სადამკვირვებლო ფორმალურად აკეთებდნენ ამას, იმიტომ რომ იქაც პუტინს ესმოდა რომ ამას აქვს მნიშვნელობა. აი აქ ივანიშვილი ამბობს რომ საერთოდ ყველა ხიდს დაწვავს, მაგრამ ეს რა შედეგს მოუტანს მას? რაღაცის იმედად ის ამას აკეთებს. მე არ მგონია რომ მას სრულად ხიდების დაწვის ფუფუნება ჰქონდეს და იმ მათი ქმედებების ლოგიკას თუ გავითვალისწინებთ, ეს მართლაც უფრო შანტაჟს გავს, რომ ამ შემთხვევაში ზოგი დედაქალაქი მაინც შეწუხდეს და თქვას რომ მოდი ჩვენ მაინც წარმოდგენილი ვიყოთ თუნდაც დაბალი დონით ან რაღაც გარკვეულად შემცირებული მისიით, მაგრამ შევძლოთ ფიზიკურად არჩევნებზე დაკვირვება და ეს მიიღონ როგორც რაღაც ტიპის მზეწოლის ენა, რომელსაც ივანიშვილი ხშირად იყენებს ხოლმე და არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ ყველა ეს რუსეთის სატელიტი სახელმწიფოები თუ ავტორიტარული თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმები, რომლებიც ბოლო დროს აი ამ ფორმით ესაუბრებიან დასავლეთს. მეორე რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ივანიშვილს არასდროს არავის იმედი არ აქვს გარდა რუსეთისა, ის არის გამოკვეთილი არა მხოლოდ სატელიტი, არამედ პირდაპირ მოსკოვის წარმომადგენლობა საქართველოში და მას ერთადერთი ვისი იმედით შესაძლოა ამ შემთხვევაში საყრდენად ის მოიაზრებდეს, ეს არის მხოლოდ მოსკოვი და მოსკოვის მხარდაჭერა. თუმცა მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ლეგიტიმაციის ვერანაირ ფორმას ვერ მოიპოვებენ ვერც ერთი სახელმწიფოს მხრიდან, თუ აქ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები არ იქნება. ამავდროულად, რა ტიპის საერთაშორისო მისიებზე შეიძლება იყოს საუბარი, მაშინ როდესაც 2024 წლის შედეგები არ იქნა აღიარებული, ის პირობები, რომლებიც 2024 წელს წინ უსწრებდა, არ გადახედილა და არ გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა, შესაბამისად, რომელ დემოკრატიულ საარჩევნო კლიმატზე შეიძლება იყოს საუბარი, ან საერთოდ რა არჩევნებზე შეიძლება იყოს საქართველოში საუბარი, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის EUTO-მ ძალიან კრიტიკულად შეაფასა 2024 წლის არჩევნები, ძალიან კონკრეტული წინაპირობები დააყენა იმისთვის, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და არა ჩვეულებრივი რეგულარული არჩევნები, რომელსაც დღეს როგორც თითქო ბახიძე მოიაზრებს და ახლოსაც არ არის იმ სტანდარტებთან, რომელიც თეორიულად შეიძლება კი ბატონო, ქალბატონინო, მინდა ერთი კომენტარი მოგასმენინოთ თქვენც უპირველეს ყოვლისა ბოდიშ გიხდით ხმა ცოტა დაგვიანებით მოდის ასეთ ფორმატში და ამიტომ მიწევს რომ რაღაცნაირად ისე გამოდის თითქოს ხშირად გაწყვეტინებთ. ამიტომ მინდა რომ მოგასმენინოთ ერთი კომენტარი. ეს კომენტარი ეკუთვნის კაია კალას, ის არის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. მეც თქვენც და აუდიტორიამაც ახლა მოვისმინოთ რა თქვა მან და შემდეგ თქვენი კომენტირება დაგჭირდება ამ საკითხსაც.
შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლიდან გვაქვს შემუშავებული, ახლა უკვე განხორციელების ფაზაშია. სხვადასხვა ქვეყნები შავი ზღვის გარშემო, რა თქმა უნდა, ამის მნიშვნელოვანი ნაწილი არიან. ახლა ჩვენ ასევე გარკვეული სირთულეები გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან და ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა. ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს. ჩვენ ასევე გქონდა დისკუსიები იმის შესახებ, როგორ შეგვიძლია ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, რომ ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს. ეს კომენტარი, რომ საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ აგვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გსურს მხარი დაუჭიროთ ქართველ ხალხს. ეს თქვა კაია კალასმა, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ აი ქართული ოცნების ეს დამოკიდებულება, ეს ყოველდღიური ლანძღვა ევროკავშირის და ქმედებებში გამოხატული თან ეს ყველაფერი მობეზრდათ ბრიუსელში უკვე და კიდევ უფრო მკაფიო და მკაცრი გახდება მათი პოზიცია, რაც შესაძლოა კონკრეტულ ზომებში, ამ შემთხვევაში სანქციებში გამოიხატოს. კაია კალასმა რეალურად დედაქალაქების ჩამოყალიბებული პოზიცია გააჟღერა კიდევ ერთხელ. ჩვენ აქამდეც ვიცოდით, რომ ევროკავშირი ძალიან მყარად უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიულ მოძრაობას და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და სწორედ ამის გამოძახილია ის, რომ არადემოკრატიულ ერთეულთან, რომელიც არ სარგებლობს წარმომადგენლობითი მანდატით, ის არ ურთიერთობს. მათ თავიდან ცადეს ამ ურთიერთობების გარკვეულწილად ფორმალიზება იმ იმედით, რომ ოცნება რაღაც ტიპის შემხედრ ნაბიჯებს გადადგამდა. დღეის მდგომარეობით სრულიად ჩამოყალიბებულია დასავლური პოზიცია იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი არანაირ დათმობებზე არ არის წამსვლელი და რომ ის აქ თავის არსებულ სტატუსს არ გადახედავს, რასაც ქვია არადემოკრატიულად ხელისუფლების მიტაცება და ძალაუფლების სათავეში დგომა. შესაძლოა თუ არა, რომ ეს ნიშნავდეს, რომ რეჟიმის მიმართ სანქციებში გამოიხატოს, ეს მინიმუმ ნიშნავს იმას, რომ ეს პოზიცია ქართულ ხალხთან მიმართებით არ გადაიხედება, მინიმუმ ნიშნავს იმას, რომ გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ამ ქვეყანას არც ერთ ეტაპზე არ დაუკარგავს ევროკავშირისთვის და იმ პოლიტიკისთვის, რომელსაც ისინი ახლა რეგიონში აწარმოებენ, როგორც უკრაინაში და განსაკუთრებით კავკასიის რეგიონში. ეს არის ძალიან ცალსახად. თუ ამისთვის საჭირო იქნება, რომ რეჟიმის მიმართ უფრო მკაცრი ნაბიჯები გადაიდგას, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე გვიან მას შემდეგ, რაც უნგრეთის საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას როგორც ხელშემშლელი ფაქტორი, ამაზე ძალიან აქტიური მსჯელობები მიდის და მიდის მათ შორის იმ პოზიციების გამყარებითაც, რომელიც ევროკავშირმა გასულ წელს მიიღო და მეტი თავისუფლება მისცა ცალკეულ სახელმწიფოებს, რათა მათ მეტი თავისუფლება ჰქონდეთ ცალკეულ სახელმწიფოებთან მიმართებით მიიღონ მკაცრი გადაწყვეტილებები, მათ შორის სანქციების თაობა. და ჩვენი საუბრის მიწურულს მინდა გკითხოთ ოპოზიციის ლიდერების სავარაუდო დაკავებაზე, ძალიან დაჩქარებულ პროცესზე. თავად ოპოზიციის ლიდერები პრაქტიკულად დარწმუნებული არიან, რომ მათ ციხეში შეაბრუნებენ. მათაც რომლებიც არ არიან ციხეში, მათაც ეხებათ ეს საქმე და მათაც რომლებიც გარეთ არიან და შესაძლოა კვლავ საპყრობილე ელოდებოდეთ. ესეც გარდა შიგნით ოპოზიციის დასუსტების, კიდევ უფრო დასუსტების მსელობისა, გარკვეულწილად ნაწილობრივ მაინც უკავშირდება თუ არა სწორედ საგარეო მდგომარეობას ქართული ოცნების. ესეც არის თუ არა ერთგვარი შანტაჟის, ან კონფრონტაციის, ან რაღაცის გამოვაჭრების მცდელობა. მეც ვფიქრობ, რომ სავსებით რეალისტურია ცალკეული ლიდერების მოლოდინი, რომ მათ დააბრუნებენ საპყრობილეში, არა იმიტომ, რომ ივანიშვილის რეჟიმს რაიმე ფორმით აწყობს გადატვირთული ციხეები, არამედ იმიტომ, რომ ისინი ამ პოლიტიკიდან უკან არ დაიხევენ, მათ როგორც მე ვხვდები, რამდენიმე ლიდერს შესთავაზეს, რომ თუ ქვეყანას დატოვებენ, მაშინ უბრალოდ ფორმალურად გაგრძელდება მათ წინააღმდეგ დევნა, მაგრამ თუ ისინი ქვეყანაში იქნებიან, ციხე არის ერთადერთი
რეალისტური ალტერნატივა, რომელსაც ოცნება შესთავაზებს და კი მართალს ვძანებთ თქვენ ეს ამის მიმართ ინტერესი არის მხოლოდ და მხოლოდ ის რომ მათ კიდევ მეტი სავაჭრო ბერკეტი ჰქონდეთ დასავლეთთან იმისთვის რომ მათ თავიანთი სასურველი პირობები გამოივაჭრონ ამისთვის ისინი სწორედ მზად არიან რომ მათთვის მათ შორის არასასურველი გადაწყვეტილებები მიიღონ როგორიც არის დამატებითი სერია ჩაატარონ დაპატიმრებების და შემდგომ ცადონ უკვე დასავლეთთან ამ პოლიტიკური პატიმრებით ივაჭრონ. ეს ხელწერა არის რუსული ხელწერა და ეს არის ის ხელწერა, რომელიც ჩვენ არაერთხელ ვნახეთ. ივანიშვილმა უკვე ცადა პოლიტიკური პატიმრებით ვაჭრობა და თავისთვის სასარგებლო სასურველი პირობების მიღება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, როდესაც საპარლამენტო ბოიკოტი შეაწყვეტინეს, სწორედ ამის საფუძველზე, რომ მაშინ რამდენიმე მძევლად აყვანილი პოლიტპატიმარი ყავდათ და ისინი სანაცვლოდ გაათავისუფლეს, შარმიშელის შეთანხმებას გულისხმობ და ზუსტად ასეთივე ანალოგიური ხელწერა იქნება ახლაც, რომელსაც ჩვენ დიდი მადლობა. დიდი მადლობა პირდაპირ ჩართვისთვის. ჩვენი სტუმარი იყო ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი, დიპლომატი.